გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ნინოობა არის ქართველთა დიდი განმანათლებელის წმინდა ნინოს ხსენების დღე. მინდა ყველა ნინოს მიულოცო, ყველა ქრისტიანს მიულოცო და განსაკუთრებით ყველა ნინოს მიულოცო დედაჩემის სახით დღევანდელი დღე. წმინდა ნინოს მადლი ფარავდეს და სიკეთისკენ მობრუნებული იყოს ეს ტვინარეული ქვეყანა და ხალხი. ესეთი ძვირფასი დღესასწაული არის, მაგრამ მე ცოტა სხვა რამეზე მინდა საუბარი იმაზე თუ რაც ხდება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში და უძველეს ქრისტიანულ საქართველოში სანამდე მივიდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრება ბედი და ეს პრობლემები, რომლებიც რეალურად არასდროს არ მოგვარებულა ამ ქვეყანაში და არც გვარდება და ასე გაგრძელდება მომავალში. ძალიან მძიმე ეთერი მექნება, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ დარჩით და უსვინეთ ბოლომდე. მოკლედ ამ დილით ჩემს Facebook გვერდზეც და ჩვენი გაერთიანების გვერდზეც ვიდეო უბრალოდ გუშინ დაიდო გაერთიანების გვერდზე ეს ვიდეო, სადაც ნაწყვეტები იყო ამოჭრილი, სადაც ბატონ დავით ჭაბუკაშვილთან საუბრის დროს მე ჩამოთვალე ის მოვლენები, რომელი მოვლენებიც ხდება საქართველოში და რატო არ შეიძლება ადამიანი იყოს ამ წყეული ბანდის და ორგანიზაციის, რომელსაც ქოცური ხელისუფლება ქვია, ხარდამჭერი და დამპალი ძალის, ამ ბოროტი ძალის ხარდამჭერი თავის ოჩოპინტრიანად და იყო ძალიან მარტივი, ძირითადი მომენტები იყო ჩამოთვლილი, რადგან ყველა გაერთიანება, საერთოდ ყველა საზოგადოებრივი გაერთიანება, სახელმწიფო აპარატი იქნება, ეს სასულიერო ის იქნება, რა ქვია, რაიმე გაერთიანება თუ ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი შედგება ადამიანებიდან. ადამიანების გარეშე ყველაფერი კარგავს აზრს და რჩება უბრალოდ ნივთების გროვა, ასე მასწავლიდა მე საზოგადოებად მცოდნეობის მასწავლებელი ბატონი მერაბ კვერნაძე. ადამიანის გარეშე ყველაფერს ფასი გააჩნია, ამიტომ რა ადამიანები არიან ნებისმიერ ადგილას შეკრებილები, ამას აქვს მნიშვნელობა. ისე წავა იმ ქვეყნის საქმე, იმ გაერთიანების საქმე და ასე შემდეგ, სტალინის საქმე თქონე კადრები წყვეტენ ყველაფერს. და ჩამოთვალე ესეთი რაღაცა, ბიჭო, რომ ქვეყანას, რომელსაც ესენი გვეუბნებიან, რომ თურმე ავშენდით და თურმე კარგად ავართ და თურმე, ავიცი, ვერ ვხედავთ ამ ბიძინას და მის ნამოღვაწარს და მისი გუნდის ნამოღვაწარს, ჩამოთვალე ის, რომ პირველი პრეზიდენტი მოღალატე, მეორე პრეზიდენტი აგენტი და მოღალატე, ერთი პრემიერ-მინისტრი მოღალატე, მეორე პრემიერ-მინისტრი მოღალატე, მესამე პრემიერ-მინისტრი, რა ვიცი, გუნდის მოღალატეო, შინაგან საქმეთა მინისტრი მოღალატე აღმოჩნდა, თავდაცვის მინისტრი მოღალატე აღმოჩნდა, უსაფრთხოების, უშიშროების შეფი მოღალატე აღმოჩნდა, მანამდე მისი მოადგილე, გოგაშვილი ასევე მოღალატე აღმოჩნდა, გუნდისაც და კორუმპირებულის და ბოლო-ბოლო დაიჭირეს. ესა რა ქვია, ამათი გუბერნატორებზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით ახლა რიჟვაძე დღევანდელ ეთერშიც კიდე უნდა ვახსენო, რა ვიცი, აჭარის გუბერნატორი და რა ვიცი, მთელი ამბავი, ისიც ბარიგა და მოღალატე, ხო? მთავარი პროკურორი დანიშნეთ, მკვლელი ბრალდება თქვენ წაუყენეთ შეკვეთილი მკვლელობის ამბავთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება, რომ ძალა, გაერთიანება, რომელიც გინდა პარტია იყოს, გინდა ადამიანი იყოს, რომელიც აი ესეთ მოკლე დროში, მე მხოლოდ მარტო თავებზე მაქვს აქ ლაპარაკი, თავარ ხო არა მაქვს საშუალო და დაბალ ფენაზე და თუნდაც სხვა იერარქიებზე, აი ძირითად ბირთვზე მაქვს საუბარი, როგორ შეიძლება, რომ ეს გაერთიანება იყოს კარგი და როგორ შეიძლება, რომ ამის შემოქმედი იყოს კარგი ადამიანი და თვითონ იყოს უდანაშაულო და უცოდველი და ეს დადებილებული და ჩლუნგებული ადამიანების წივილკივილი იმის შესახებ, რომ ყველა მოღალატა ბატონ ბიძინას და რაღაცა ასე შემდეგ არაფერი არა, თვითონ შიდა კოცური პროპაგანდის და სუსის გამოგონილი ლეგენდებისა. არავის არ უღალატებია, ბიძინა ივანიშვილი არის ასეთი, მის მიერ მართული სისტემა არის ასეთი, მისთვის მიღებული არის ყველაფერზე ხელის მოწერა, თავისი მიზნის მისაღწევად და არ აქვს მნიშვნელობა ეს მისი
სამშობლოსით ადამიანებს ერთად არ გააჩნია, ქვეყანა იქნება, ბიზნესი იქნება თუ რა იქნება. აი ესეთი კადრები მართავენ საქართველოს. ამას პლუს დღეს ასევე იქნა განცხადებული, რომ აი ერთ-ერთი კიდე მაღალჩინოსანი ილია უდუშაური ასევე აღმოჩნდა ესა რა ქვია თურმე კორუმპირებული და რომელიც თურმე სამედიცინო სისტემაში და სამედიცინო სექტორში თურმე კორუფციაში იყო გარეული. ხო ეს აუცილებლად ასევე მისი დედმამიშვილი თურმე მისი ძმა ჩართული ასევე თავდაცვის სამინისტროში ის დაპატიმრებული ყოფილა ის კორუფციის ბრალდებით და აღმოჩნდა რომ თურმე ესეც თურმე ვაის საოცრება და მინისტრის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც თურმე ეს ყოფილა რა ქვია კორუმპირებული ყოფილა იქეთ ტიკარაძე ყვიროდა ჩააგდეთ ციხეში ღარიბაშვილი თვითონ წმინდანი იყო მისი მმართველობის დროს ქვეყანაში იმდენი კოვიდ ფაშიზმის დროს იმდენი უბედურება მოხდა მათ შორის ჩემო ჯახსიც გაიარა და მამაჩემიც მაშინ გარდაიცვალა ჯანდაცვის სისტემის წყალობა არის ყველაფერი ну ახლა ის თურმე უდანაშაულო ყოფილა. ჯანდაცვის სფეროს რო შეეხო, მე გაგახსენდება ის თუ რომელი ფრანგული დასკვნაც აგერა ღიად და რომელზეც ის დოკუმენტური ფილმი იქნა გადაღებული, რომელიც მე გადავიღე აქ გამოქცეული, გაუბედურებული ადამიანები, რომლებსაც ზოგს ფეხი მოაჭერს, ზოგს ხელი, ზოგს თირკმელი ამოაჭრეს, ზოგი ასე აწამეს, ზოგს შვილი მოუკლეს და თავიდან ბოლომდე რომ ფრანგები გაგიჟებული იყვნენ და ამხელა უზარმაზარი დასკვნა დაწერეს. ესენი სტალინის დროს რო გატარდა ექიმთა საქმე, ისე იყო გამოსაყვანი ესალხი და ჩამოსამცობი იყო ერთ ადგილზე, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ფაშისტები პირდაპირ. სულ არ გამკვირები ახლა იგივე რაღაცეები, მაგრამ თქვენ კაი დედმამიშვილებო, რო იძახით მე რო ცუც ლაპარაკობ. რა ვქნა ახლა რომელი მიმართულებაში ხდება? კარგი და მალავ. აღარსად არ ხდება, კარგი. ყველგან ეს ბიონაგავი არის და ეს ბიონაგავი ანადგურებს დამხალზაბარია. მერე ქვეყნის ბედი, შვილების მომავალი თაობის ბედი, ადამიანების სიცოცხლე, ქვეყნის ბიუჯეტი და საერთო ჯამში ხალხი ვირთხის დღეშია ჩავარდნილი და აქცევაზია ყველა და ესენი თვითონ არიან გემრიელად. მაგრამ ეს ერთი უბედურება ახლა, ხო? ეს კიდე ერთი კორუფციული ამბავი და როგორც ჩვენია ბიზნესს და საერთოდ მის ბიონაგავ საზოგადოებას გასაგებია, მაგრამ ხა მეორე ამბავს მინდა მოუბრუნდე აქეთკენ რა, აქეთ მეორე მხარეს მინდა მოუბრუნდე, რომელი მხარეც ეხება უშუალოდ ვითომ ამ კორუფციასთან ბრძოლის ამბავს და ой საოცრება აგერა უშიშროების თანამშრომელმა რაღაც მოულოდნელად ასევე თავი მოიკლა კორუფციული ამბების შემდეგ რა ვიცი რაღაცნაირად დროსა და სივრცეში დაემთხვა ეს ყველაფერი რომ თავი მოიკლა თანაც დღისით, მზისით, თვითონ სუსის თავისივე სამსახურის გვერდით, თუ წინ, არ ვიცი, ამათ რო კითხო ეს ისტორია კარგად იციან და პავლო იაშვილმა რო თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, როდესაც ტაშს უკრავდნენ, არ ვიცი, რეპრესიებსო, ესეთი ამბავი მოხდა ალბათ, არ ვიცი, თუ თავი მოიკლა, ჯერ მისი შენობის სამსახურეობრივი მოვალეობა სადაც ასრულებდა, ალბათ ვერ თქვა ამ ადამიანმა ის სათქმელი რაც უნდა ეთქვა და მოიკლა თავი. ან მეორე ამბავი არის მოკლეს ახლა. ვის ჯერა ის რომ ასე მარტივად იკლავს ხალხი თავს და ასე იმათ, ну არ ვიცი, ახ სიცოცხლე ბოლო-ბოლო ყველას ერთიაბარია, მაგრამ ჩემი აზრით, მე არ ვიცი არც საქმის დეტალები ვიცი და არც ის ვიცი, მაგრამ მე ვიცი საქართველოში რა ხდება და მე ვიცი მაგ სისტემაში რა ხდება. მე ვიცი ძალიან კარგად ვიცი მაგ რა ხდება. ერთი იმ ჩემმა მეგვარემ მოიკლა აკაკი ნემსაძემ თავი ისე უბრალოდ მეგობართან მივიდა და მე სიგარეტის საყიდად გავიდა და თავი მოიკლა და მეორე მაგ ადამიანს ექნება მოკლული თავი. ხო? ჯერა ხო დავიჯერეთ ახლა. დავიჯერეთ ხო ახლა საქართველოში იმ დონეზე განიხილავენ საზოგადოებას რომ ყველა დებილია, ყველა ბრიყვია და ბიძინა რასაც იტყვის და ღმერთმადალუცუს ბიძინა ყველა მუღალატა ბიძინას ამის ჯერა ახლა დაქლებულ ხალხს რა გასაკვირია რომ გამულიან დაწერენ რაღაცა სცენარს და დაიწერება და ესე. რამდენი თვითმკვლელობა მოხდა საქართველოში, რომელიც არ გახსნა, მათ შორის კიცმარიშვილის თემა. ელემენტარულ კითხვასო. ხო რიჟვაძეს ვამბობდი, რიჟვაძემ თვითმკვლელობა ცადა
და ესა რა ქვია წერილის დაწერაც თან თვითმკვლელობისთვის ბათუმიდან კახეთში ჩავიდა, აჭარიდან კახეთში ჩავიდა და იქ ცადა და იქ დაწერა და იქ წერილში ეწერა მე რომ ბატონო ბიზინა თქვენი იმედი მაქვს ამას მაბრალებენ ამას მაბრალებენ. ბიჭო, აი ამათ გადაიქცა ქვეყანა ხალხო. აი ეს არის ქოცების მართული ქვეყანა და მათ მიერ მართული საზოგადოებრივი ცხოვრება არის კორუფცია, არის მკვლელობა, არის თვითმკვლელობა, არის უსამართლობა, არის უბედურება და ახლა ამას უნდა უყუროთ ახლა ჩვენ ასე და უნდა ვიყოთ იმის მოლოდინში, რომ როდის ეშველება საქართველოს. უბედურება ისაა, რომ ამათხელი საქართველოს არასდროს არ ეშველება, გუშინ მქონდა მე ვრცელი ინტერვიუ და საუბარი დედა თამართან, ვისაც გაინტერესებთ ლინკი აქ არის მიმაგრებული და შეგიძლიათ გადახვიდეთ პირდაპირ და ნახოთ თუ რა YouTube-ის არხზე შეგზანდეთ და ნახოთ დედა თამართან მონაზონ კალბატონთან ვრცელი ინტერვიუ თუ ის რაც ხდება სინამდვილეში საპატრიარქოში და როგორი აყროლებული სიტუაცია არის და როგორ ხარს იქაური მდგომარეობა დაწყებული შორენებით და ჯალმაიძეებით და მუჯირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სალს არ გაიხედავ ყველგან ყარს, ყველგან სუნიადის ყველაფერს. იმიტომ რომ ბინძური ხალხია, როგორც ერში, ისე ბერში. და ამ ბინძურ ხალხს უკავია სათავეები მაშინ რა ქვია. ეხლა მოუბრუნდეთ აი ამ მკვლელობას და ელემენტარული კითხვები დავსვათ. რა თქმა უნდა, ხა თვითმკვლელობის ფენომენს სხვადასხვა ამბები აქვს, მაგრამ ქვეყანაში, როდესაც აგერ უკვე მეორე პირი, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი არის, საკმაოდ მაღალჩინოსანი იყო ეს ადამიანი, თანაც ანტიკორუფციულ საქმეებთან დაკავშირებული, იკლავს თავს. რა ხდება? რატო ხდება ეს ამბავი? რატო იკლავს მეორე უშიშროების თანამშრომელი თავს? თუნდაც იგივე დაბრალეთ, თუნდაც თქვით იმ აკაკი ნემსაძესთან დაკავშირებით თავი მოიკლა. რა ხდება? და რაღა მანდამაიც იქ შენობასთან ღიად და საჯაროდ. სიტყვაზე აი თვითმკვლელობის მას რო გავყვეთ. ერთი თვითმკვლელობა თუ დამტკიცდება, ყველა პასუხისმგებლობას ყველაზე ექნება მოხსნილი. მაგრამ ეგრე არა. მაშინ ის უნდა გარკვიოს გამოძიებამ ვინ მიიყვანა პირი თვითმკვლელობამდე. პირი ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე? და რა მიიყვანა? და პირი ვინც მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ის ადამიანი ჩვეულებრივად აგებს პასუხს როგორც მკვლელი. წესი და რიგით კანონი ამას მოითხოვს. ეს ერთი. ხლა მეორე. თავს ასე არ იკლავენ. თავის მომკვლელი ადამიანები ეძებენ პირიქით წყნარ მშვიდ ადგილს, სადაც განმარტოვებული იქნებიან, დარჩებიან თავის თავთან და ამ განმარტოებაში დაასრულებენ თავიანთ სიცოცხლეს. 100-დან 99 შემთხვევა ასეთია. ყოველთვის ძირითადად. აქ რაღაცა სხვა ჰიბრიდთან აგვაქვს საქმე. ახლა რაშია საქმე? იმაში არის, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური აქ ჩაბარებული ისეთი ნაგავ პიროვნებას, რომელი ნაგავი პიროვნებაც არის ბატონი დინარაძე. დინარაძე ეს არის ადამიანი, რომელმაც არც მისიანი იცის, არც ხსიანი იცის, არც გარეული არაფერი იცის მარტო საკუთარი თავი და იცის მარტო ვინც აყავს ბატონი. გუშინ რო ბატონობდა ადამიანთან, ბატონი რო ყავდა, დღეს სხვა ბატონთან გადავა და იმ ბატონს მის ხელით დაახჩობს. ამ ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანია. ამიტომ ამ ადამიანში არაფერი სუფთა, არაფერი წმინდა, არაფერი ადამიანი იმას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარის განადგურება შეუძლია და საერთოდ ქოცები ამ ფენომენის ხალხი არიან. უზარმაზარ რეკლამებს ეწეოდნენ, რომ თურმე რაც პოზიტივი განსაკუთრებით და იმედი, რომ რაც თურმე დინარაძე მოვიდა სათავეში, თურმე პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს, ყოფილი სუსის თანამშრომელი დაიჭირეს, სუსის შეფი დაიჭირეს, ეს დაიჭირეს და ნახეთ რა მაგარი ბიჭი არის. და ამას ამართლებენ იმით, რომ ქვეყანაში თურმე კანონმა უნდა იკანონოს. ესენი ახლა ვინმე დამაჯერებს მე იმას, რომ ანუ ვინმეს დააჯერებთ თქვენ საქართველოში, რომ კანონის კანონობისთვის არის ეს ყველაფერი, აქ არის ჩვეულებრივად კლანური ბრძოლა. ერთი კლანი ებრძვის მეორე კლანს, ერთი კლანი გასრული არის აქამდე კორუფციულ საქმეებში და ამ ქვეყანაში სადაც არ უნდა აიღოთ, საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან უდეერია, ყველგან სუსის თანამშრომელია. აგერ ამაქვს მაგათი მონაცემები. აიღეთ ერთი კორპუსი, საცხოვრებელი 90 ოჯახიანი კორპუსი. ამ კორპუსში
ადრე კომუნისტებს 2 მაქსიმუმ 3 დომჩე გაყავდათ. ამა 14 ნასედ გაყავთ. 14 ნასედ მინიმუმ. არა აქვს სამსახურებს მნიშვნელობა. ყველგან გაბოზებულია სიტუაცია. ყველგან ვიღაცასთან ხმა მიაქვს. აი ეს ხმის მიტანა ფასდება, ამაში ხელფასებია. ამ აგენტურის შენახვაც ქვეყანაში ჭირდება უზარმაზარი თანხა. ამიტომ პირდაპირ გაწერა თუ არ ხდება, ამისი ხდება ბიზნესებში ჩართვა. მე ეს ქვეყანა გადაქცეული არის მთლიანად თავიდან ბოლომდე მთლიანად გადაქცეული არის დანაშაულებრივ სინდიკატთან. ამ დანაშაულებრივ სინდიკატს ყოველთვის ჭირდება მსხვერპლი, რომელიც მსხვერპლსაც ისევე თავისიანიდან ადრე თუ გვიან ამოირჩევს, შეახოცავს ხელს, ამის სიცოცხლე გაივლის, მეორე სიცოცხლე გაივლის, მესამეს თავისუფლება გაივლის, ასე გააგრძელებს ეს სინდიკატი მუშაობას. ასე იყო სააკაშვილის დროს, ასეა ამათ დროს. თუმცა ამათ დროს რო იცოდეთ, ხო, აი ამათ დროს უშიშროების სამსახური ბევრად გადაგვარებული და გარკვნილია. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ბედავდნენ იმდეს. იმიტომ რომ იქ უფრო ცენტრალიზირებული მიმართულება იყო და იქ უშუალოდ თავარი კაცი ჭამია თუ არ ჩათვლი და საჭირო თვითონ ვერავინ ვერაფერს ვერ გაბედავდა. ასეთი მართვის სტილი ჰქონდათ. ეხლა მიშვებულია ყველაფერი, ყველა დარეულია ყველაფერზე, იქ ტენდერებში ერთია ჩამჯდარი, იქ იმპორტზე მეორეა ჩამჯდარი, იქ მიგრანტების ჩამოსვლაზე მეორე არის, იქ ვიღაცას სამევახშეოშია ჩამჯდარი და აი ამას აქვს მოცული სრულიად ქვეყანა. აი ეს არის ეს დამპალი, ეს აყაროლებული სისტემა, რომელსაც ქვია სახელმწიფო უშიშროების სამსახური, სახელმწიფო უშიშროების სამსახური არის თავიდან ბოლომდე ამ ყველაფრის შემოქმედი. ეს კონგლომერატი. აი, იყო ასეთი სამსახური თავის დროზე KGB ამათან შედარებით ღმერთი იყო კაცო. და მით უმეტეს KGB კომერციალიზებული სისტემა არ იყო, FSB კომერციალიზებული სისტემა, იმიტომ KGB-ს აგენტურას არ ქონდა, სისტემა ქვეყანა იყო ისე მოწყობილი, რომ მაშინ კერძო საკუთრება, ფლობა და ბიზნესები არ იყო ანაზღაურება და იყო დაფასება. ახლა კომერციალიზებული სისტემა არის, ამიტომ ეს უშიშროების ხალხი ყველა ჩაყრილია იქ, სადაც სვიატაე მესტა, პუსტა ნიბივაეთ რო იტყვენ, სადაც ფული შოება, ყველგან ეს ხალხი არიან ჩამჯდარი. ამ ფორმით, იმ ფორმით და ამით ახდენ სახელმწიფო ამათ შენახვას. ახლა პირდაპირ დარიცხვაზე ზედმეტია ლაპარაკია ამ ბოზების და ჩათლახების ისა რა ქვია აღკვეთა რო გახდეს საჭირო, რომ მოხდეს ქვეყანა ამოისუნთქავს. ასეულობით მილიონი მიდის. აი ეს ნინო იაჟღარკავა და ეს ბოზები, ეს ქოცები რო არიან, ხო? სიტყვაზე. ეს ქოც ბოზ ბანდა რო არის. რომლებიც დასაქმებული არიან იქ ნავთობის დაკაზის კორპორაციაში, ზოგი იქ, იმის ცოლი იქ, ამის ცოლი იქ, იმის შვილი იქ, ამის ის იქ, ეს ყველაფერი ამ სისტემის კიბო არის ეს და მეტასტასები არის და ასე ყავს დასაქმებული თავისი ნათესაობა ბიძაშვილობა ამ პარტიულ აქტივს. და ყველანი ესენი არიან ერთად, ამიტომ როდესაც დადგება საქმეზე, რა თქმა უნდა, ახლა უშიშროების ესენი ხო არიან დანოშიკები, ეს ერთი, მაგრამ მეორე რაშია საქმე? მეორე არის იმაში, როდესაც დაჭირდება სისტემას, ეს არის გასაშავებელი ადამიანი, ადგებიან, სულ ყველა შეიგრიბებიან, გააშავებენ, გამოაშევენ. ეს არის ასაღმერთებელი ადამიანი და ცაში ყველა სამსახურს დაურიგდება, წავა ვიღაცის ქებადიდება, აიყვანენ ცაში, ჰაერში. არჩევნებში ჩასატარებელია, ქოცებს ამდენი ჭირდებათ, ნაცებს ამდენი ჭირდებათ. დაწერს სუსი იტყვის, თქვენ ამას მიეცით ხმა, აი იგი ამას მიცემს ხმას. დაამთავრდება ეს ხმები, დაიწერება ამდენი პროცენტი ამას, იმდენი პროცენტი იმას და ასე დაალაგებს ამ არეულ სიტუაციას. ეს ახლა ქვეყნის შიგნით. ახლა ქვეყნის გარეთ რა ხდება? ქვეყნის გარეთ. ჯერ ამ ნორმალურ სიტუაციაში დაზვერვა, ოფიციალური ლეგალური დაზვერვა არის საელჩოები და რა თქმა უნდა საელჩოების თანამშრომლები რო იყვნენ აგენტურას რო წარმოადგენენ, ეს არავისთვის გასაკვირი არაა, მაგრამ აი საინტერესო არის რა. მე ჩემ თავზე მაქვს ეს გამოვლილი. მე აქ რო წამოვედი სისტემის შესწავლა ქვეყანაში ვიცოდი, მაგრამ ქვეყნის გარეთ რა ხდებოდა ის მაინტერესებდა. აბსოლუტურად ყველა ჯერ რა სათვისტომოები არის, სათვისტომოები არის ჩვენთან. საერთოდ. ეგ არის შეკრებილი ტაშფანდურობისთვის ვინვის დახმარებია და ვინვის ეხმარება, თვითონ გაჭირვებული ქართველს უნდა ეხმარება თუ არა. ერთი ადამიანი მანახეთ ამათი საელჩოდან და ამათ სათვისტომოდან დახმარებული. ყველას ფეხებზე კიდია ერთი მეორე. ყველა არის ფული შოვნაში, იგი ნაცია, იგი ქოცია, ასია. ყველა თარჯიმნები 99%, αλλά 1%-ზე მაინც ყველას დავიტოვებ. ყველა თარჯიმნები, რომლებიც აგზიან და რომლებიც რო კითხოთ, რომ იმას რა ქვია,
თარგმნას ახდენენ პოლიტიკური გასაუბრებებზე ან სხვა გასაუბრებებზე. აბსოლუტურად ყველა არის ჩასმული უშიშროებიდან. ყველა არის უშიშროების აგენტურა. მე გეტყვით აგერ პირდაპირ მე ჩემ თავზე სპეციალურად გავაკეთე ეს რომ მაინტერესებდა თუ ეს მართლა ასე იყო და თუ მართლა ასე იყო. ჩემ თავზე ჩავიტარე ექსპერიმენტი. სხვისი მოყოლილი რო არ მქონდა აგერა მაგ ხელში. აგერა მაგ ხელში პირდაპირ რომ ჩემი საუბრის ძალიან დიდი ნაწილი არ გადათარგმნა თარჯიმანმა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ფეხებზე ეკიდა. ფეხებზე კი არ ეკიდა, ასეთი ილუზია იქნებოდა რომ ვითომ ფეხებზე ეკიდა. ის დავალებული იყო იმიდან, რომ ის არ გადათარგმნილიყო, ის არ გადათარგმნილიყო, რომ იქ პრობლემები შექმნილი იყო. იმდენს ვერ ხვდებოდა დებილი ვისთან კონდა საქმე, რომ ამას ყველაფერს დაუფიქსირებდა და მე ამოაგდებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა ის სიტუაცია შენ არ იცი, ვინ არის თარჯიმანი, სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო, არავინ არაფერს არ გაძლევს, მაგრამ სისტემა ასე მუშაობს. სისტემა ასე მუშაობს. როგორც უცხოეთში, ისე იმაში, რა ქვია, ქვეყანაში. ამიტომ მთლიანად ეს სათვისტომოები რაც არის, ხო? ეს არის თავიდან ბოლომდე ქოცური ამბავი. ახლა რატო ვამბობ ამ ყველაფერს, იცით? ბიჭო, გუშინ წინ ახლა მე მქონდა საუბრები, აი გუშინ მქონდა განსაკუთრებით საუბარი ერთ კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით. რუსეთის საკითხთან დაკავშირებით, რომ ხალხი ერთმანეთს ჭამს, ასე ხდება, ისე ხდება. არაფერი განსხვავებული იქ არ ხდება. არაფერი განსხვავებული იქ არ ხდება. იქაც სუსის ჩვეულებრივი ოდეერი არის ჩასმული და იქაც ჩვეულებრივად იმ სათვისტომოებში და იმ გენში ჩამჯდარია აქედან ქოცური ხელისუფლების სასტავი და ეს ქოცური ხელისუფლების სასტავი როგორც უნდა ისე ატრიალებს იქ სიტუაციას. ამიტომ არის რომ იქ მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გამოდის და ამბობს რომ აი ბიძინა ივანიშვილი კაი კაცია და ეს ნაცები არ მოbrunდნენ და ჩვენ დავალაგებთ და ჩვენ ვიზამთ. რაზეა საუბარი? ამათ კონკურენტები არ ჭირდებათ. აი კონკრეტულ შემთხვევაში რაზე იყო ახლა საუბარი? ეს PPS და ამათი პარტია რო არის იქ და ადგილობრივ სათვისტომოებს რო ეფუძნება. და ყველას რო ლანძღავს იქ ლანძღავენ რომ იმიტომ რომ კონკურენტი არ ჭირდებათ. არ ჭირდებათ. ახლა საქმეს რო აკეთებდნენ რაღაცას ახლა ვიღაცას რაღაცა გაუკეთეს სხვა არის კაცო, მაგრამ კაცი გამოდის პირდაპირ ამბობს, მე ხელისუფლების მომხრე ვარ. მე ხელისუფლების მომხრე ვარო და ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ და 150,000 ხმა აუგროვებ. სადაური ოპოზიცია არის ახლა ის. ან მისი ოპოზიცია არის, ხო? და რატო ხდება მე ეს ადამიანები რო არ აძლევენ სხვა ადამიანებს? ხო, აგერ ახლა ნიკოლოზ ჟავანაძე, ვის მოწოს, ვის არ მოწოს, მისი საქმე არის და მისი ისა რა ქვია. პოლიტიკური გემოვნების საკითხია თუ შეფასების საკითხია, მაგრამ ბიჭო, კაცი არც ნაცებში იყო, არც ქოცებში იყო, ქონდა მისი გადაცემა, იყო მის მიმართულებას ხედავდა და წავიდა მისი გზით, ხო? ჩავიდა იქ ერთი ქართველი რიგითი ადამიანი. წესი და რიგით ქართველს უნდა ჩახუტებოდა, ხო? და წესი და რიგით ქართველისთვის ხელი უნდა გაემართა. რომ ჩამოდი და ასეთი რთული მდგომარეობა არის და იქნება რამენაირად ერთობლივად წვლილი შევიტანოთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. გასაუმჯობესებლად. არა, რა გაკეთდა პირველი? მე ვემიჯნები ამას. გაემიჯნა ნიკოლოზას, იმას ვემიჯნები, ამას ვემიჯნები. ორჩა, ის უნდა განადგურდეს. ის უნდა ჩაიძიროს, ის უნდა ჩაიქოლოს. არ ჭირდებათ იქ ხელი შემშლელები. აი ეს ოპოზიცია. ახლა ეს კონკრეტული მაგალითი მომყავს ამ სიტუაციაში თუ საზღვარგარეთ როგორ მუშაობენ. არავინ არ მიცემს იმას საშუალებას, რომ მან წავიდეს და მისი დამოუკიდებელი პოლიტიკა და მისი დამოუკიდებელი მოქმედებები აწარმოოს თვითონ იქ. იქ კონტაქტები დაალაგოს, ვიღაცამ ესკნას, ვიღაცას არავის არ აინტერესებს. მე ამას იტყვი ახლა რაღაცას. ხო და შენ იგი მოგწონს, აქ ატყდება ერთი ამბავი. რა შუაშია მოწონება არ მოწონება? სისტემაა ეს ასეთი. სისტემაა ეს. სახელისუფლებო სისტემა მისთვის არასასურველ ელემენტებს ყველგან წვდება და ყველგან ანადგურებს. ეს არის რეალობა. მე ამოუგდებენ, შენ არ იყავი, PPS-თან უახლობლობდი, აგერ იქით რა ქვია, კონსერვები არიან, გულდაწყვეტილები, ისინი ამოხტებიან, შენ ეგითქვი. არ მიცემენ ადამიანს. მე აქედან ვეუბნებ ნიკოლოზ ჟავანაძეს. არავინ შენ მაგ კონტაქტებში, ურთიერთობაში, რამეში, არაფრის საშუალებას არ მოგცემს. აი ესეთი არის სიტუაცია. ასე იქნება ეს. დარწმუნებული იყავი. მე ჩემი მითქვია თუ რა გერა, მე ადრე გამოვიარე ცოტა. ვიდრე თქვენ ზოგიერთები ახლა გადიხართ. ძალიან კარგად ხედავ ამ ყველაფერს.
ამიტომ ეს კონგლომერატი 100 არის მომჯდარი. 100 არის მომჯდარი, მისთვის არასასურველ ადამიანს ქვეყნის შიგნით იქნება თუ ქვეყნის გარეთ იქნება დაძირავს, გაანადგურებს, დაინაწილებს ქვეყანას, ჩაიდებს ჯიბეში, ვინც იქნება კორუფციაში იქნება, აგერ გამправებლები ბევრი ყავთ. გამправებლების მეტი რა ყავთ, კაცო. მთელი აგერ რაღაცნაირად დაკავებული ხალხი, ყველას ვისაც სარგებელი გააჩნია ქუცებიდან, შემოგივარდება დაგიწყებს ბიძინასთან რა გინდა, ივანიშვილთან რა გინდა, კაცმა მთელი მისი ქონება შეწირა, ყველაფერს აკეთებს, ომი არა, მშვიდობა ქვეყანაში. ასეთი მშვიდობა. ასეთი მშვიდობა არის. გინდა თქვენ ასეთი მშვიდობა? ამას ეძახით მშვიდობას? ამას ეძახით მშვიდობას? და ეს ამ მშვიდობა? ახლა იმათ მინდა მოგმართოთ ისე უშიშროების თანამშრომლებს თვითონ. ბიჭო, თითოეული თქვენთაგანი ჩემზე უკეთესად იცით ახლა, რასაც მე ვლაპარაკობ, დღე-დაღამე აგზიხართ. დღე და ღამე აკომენტარებ, ხან ბოტებით, ხან ტროლებით, ხან იმით, იქ ვისთან სურათი გადამიღია, სათფეხი გადამიდგია, სად მივსულ არის, ყველა მეტ საქმე არ აქვს თქვენ. ამაში იხარჯება ქართველების გადახდილი ფული, გადასაღადის გადამხდელის ფული, რომ ვიღაცა იჯდეს და ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანები ლანძღოს, აგინოს 1000 ეს რა ქვია ცილი დაწამოს და გააშაოს ხელისუფლების დავალებით და აიგდოს სასაცილოდ. და ჰიჰაჰაში გადაიტანოს სიტუაცია. ჰიჰაჰაში როცა გადავა სიტუაცია, ხო, მაგრამ ვის აინტერესებს იქ ვინ მოკლეს, იქ ვინ დაიჭირეს, იქ ვინ იმასკნეს რა ქვია, ვის საქმე აღუძრეს, ვის უბედურება გაუკეთეს. თქვენ ბიჭო ყველა ხართ აბსოლუტურად ყველა ემსახურებით აი ამ კონგლომერატს. და გეუბნებით, ეს სისტემა არ ინდობს არავის. არ დაგინდობთ თქვენს. არ დაგინდობთ. ისე როგორც ის ჩემი მეგვარი მოკლეს, საკაკი ნემსაძე. არ ვიცი ახლა ეს ხონებული მე დიდი ეჭვი. არ გააკეთოთ სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კაი, კაცო. არა აქვს საზოგადოებას თქვენი ნდობა. არა აქვს საზოგადოებას თქვენი სამსახურის მიმართ თბილი და ტკბილი დამოკიდებულება, როგორც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ. კითხეთ მის ოჯახს. მისი ოჯახისთვის მკვდარია ის ადამიანი. აი ასე მოგიკაკუნებთ თითოეულს. თითოეულს მოგიკაკუნებთ. ან ასე გაგაჩუმებენ, ან ისე გაგაჩუმებენ. თუ ვერ გაგაჩუმებენ, მე აი ამ ბედს მიიღებთ, რა ბედსაც მიიღებთ და ეს სისტემა რო თავისიანებს არ ინდობს, მე მგონი კარგად უნდა დებილიც უნდა ხდებოდეს ამ ყველაფერს. რა დაემართა ღარიბაშვილს, რა დაემართა ლილუაშვილს და კიდე ბევრს რა დაემართა და რა დაემართა თავდაცვი ბურჭულაძეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ სისტემის მსახურება კი არა ხალხო. ამ სისტემის მსახურება კი არა. ამ სისტემასთან უბრალოდ თანამშრომლობა, უბრალოდ საუბარიც არ შეიძლება. ამას აქ თავიდან ბოლომდე გარყვნილი, გადაგვარებული ყველასფერო საქართველოში. მთელი თავიდან ბოლომდე მთელი ეს რატო აქვს განსაკუთრებული სიძულვილი და ზიზღი საქართველოში ეკლესიის და მართლმადიდებლობის და სარწმუნოების მიმართ. რატო გააკეთეს ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ეკლესია რეალურად ძალაუფლება არის. და რომ იყოს ქვეყანაში ისეთი მძლავრი ინსტიტუტი, რომელიც ერთ შეხედვით ჩანს, ან გინდა არ გინდა, მაინც დიდი გავლენა აქვს. მაგრამ ის არა ახლა ხალხს რო აქვს წარმოუდგენელი, იმიტომ რომ საქართველოში ათეისტი მთავრობა წამოვიდა. ათეისტი მოქალაქეები წამოვიდა, გამოვიდა ამის წინებზე ბოკერია და ამბობდა რომ ჩვენთან ახლა უკვე მართლმადიდებლური ქვეყანა უკვე არა გვაქვს კაცო. ჩვენო უკვე სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს საქართველოში ჩამოყალიბებული. ხო და აი რო იყოს სანდა იყოს ეროვნული სული და მართლმადიდებლური და ქრისტიანული სული დაცული რა თქმა უნდა ეკლესიაში, რა თქმა უნდა სასულიერო პირებში. და როდესაც ხედავენ სასულიერო პირები, რომ ქვეყნის ბედი ემხობა და უბედურებაა, შეუძლია მოუწოდოს
გამოდით ხალხო და ამოიღეთ ხმა, რა თუნდაც ეს დისკომფორტი რეჟიმს. ამიტომ მაქსიმალურად გასვარეს და გაათახსირეს სასულიერო პირები. მაქსიმალურად დაცეს ხალხის თვალში მათი ავტორიტეტი. იმიტომ რომ გამოაჩინეს ის საქმეები, რა საქმეებიც ჰქონდა, ჯიპებით დაწყებული ბიზნესებით, უბედურებით. აგერ მერე მოუწყვეს, რა ქვია, გირჩის ალტერნატივა შეთავაზეს. გასაბერი ეკლესიები, ახალგაზრდების დაბოლება, ახალგაზრდების დეზერტირობა, ასე შემდეგ და გაათახსირეს, სრულად გაათახსირეს ქართული საზოგადოება. და მისცეს კონკრეტული დავალებები, კონკრეტულ პირებს და ამ პირებმა დაიწყეს ამ ყველაფრის შესრულება. აი, ამ უბედურების წინაშე დგას ერი. ამიტომ ხდება, რომ ვერც ეკლესია ახლა ეკლესია ცოტა ისე ნათქვამები, საპატრიარქო ამიტომ არის გაჩუმებული. ამიტომ არის აბსოლუტურად ყველაფერ ეროვნულ პრობლემებზე პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. აი დედა თამარს ვესაუბრებოდი გუშინ და ისეთი რაღაცა თქვა, დაკვირდი, ვრცელი ინტერვიუ არის. ეს არ მოხდებაო, შულო, ეს არაბიზაცია უფლისნების ერთი ამბავია, მაგრამ თუ მაინც მოხდებაო, რაღაც ნაწილობრივო, ხო? მაშინ ეს იცოდეთო ხელისუფლებაზე მეტათო საპატრიარქოს ნამოქმედარი არის. იმიტომ რომ იმ საპატრიარქოში თავიდან ბოლომდე ის სუსის ოდეერია ჩასმული. და არა მარტო ქართული. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, განსაკუთრებით ისრაელის. ყველა იქა. და ყველა თავის ძალას აკონტროლებს. და აი ასე არის მოთხრილი და ასე არის თავიდან ბოლომდე მოსწორებული, მოსაბაკებული საქართველოში მდგომარეობა. ამიტომ არის, რომ ხან ერთ სტრუქტურაში დადგამენ სპექტაკლს, ხან მეორე სტრუქტურაში დადგამენ სპექტაკლს. ხან საპატრიარქოში იქნება ერთი ამბავი, ხან ჯანდაცვაში იქნება ერთი ამბავი. ხან პრემიერ-მინისტრთან იქნება ერთი ამბავი, ხან თავდაცვის სამინისტროსთან იქნება მეორე ამბავი და იქ ჩაბუდებული. აბა ბიჭო, ჯარის კაცებს საჭმელს პარავდა. ფეხსაცმელებს შეიარაღებას ტყვიას ოკუპირებული ქვეყნისას. გადმოიხედება მერე, ახლა ჩვენიანი აქ, ყოფილი ჩვენიანი აქ გასაწირი. ყოფილი გუშინ ვისთან ერთადაც სვამდნენ, ჭამდნენ, დროს ატარებდნენ, ცხოვრობდნენ. ლილუაშვილი. აბა გამოუძიოთ ჩვენი ის საქმე, რომელიც საქმე სრულიად ჯერისედაც ლილუაშვილის მომხრე ვინ ყავდა, მაგრამ სრულიად დაცემს მის ავტორიტეტს ადამიანებში საქართველოა. საქართველოში ბავშვის ლუკმის მიმტაცებელი ოფიციალურად თუ გახდი, ამ შეერ ქვეყანაში საერთოდ დეგრადირებული არის შენი სახელი. ახლა პიდარასტობას ვეღარ დააბრალებდნენ. ამიტომ ადგენდა ბევრი ცოდვებიდან ამოურჩიეს ერთ-ერთი, რომ გეიგე გოგო რა ხდებოდა? ლილუაშვილი თურმე ბოშების საჭმელს ჭამდა. ბაგაბაღის ბაღნების საჭმელს ჭამდა. გეიგე ციცინო? თითო რას ამბობ ნინოია და უძახებს, ეს მოღალატე, უყურე შენ, თან თურმე ესაა ქვეყნის მართვის ეს არის ქვეყნის მართვის მეთოდი დღევანდელ საქართველოში. და ამ ქვეყნის მართვის მეთოდს თავში. მარტო ბიძინა არაა, იმეს არ გქონდეთ ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსვლის დღიდან მოვიდა, შეიქმნა, არა ტყუილია ეს, არა. ბიძინა ივანიშვილს მაგის არ ტვინი აქვს. არ შესაძლებლობა აქვს და არაფერი არა. ეს იყო საქართველოში. უბრალოდ ეს დამპალი როგორც რაღაცა ითესება და იმას მოვლაჭირდება, რომ განვითარდეს, ხო? ისე უნდა ამასაც. ხო? რომ იყო ეს დამპალი სისტემა საქართველოში, ამას სასათბურე პირობები ჭირდებოდა. სასათბურე პირობები კიდე ჯერ შევარდნაძე მერე სააკაშვილმა ამან კიდე საერთოდ ესა რა ქვია აზოტი მოუყარა, აგერ სასუქი მოუყარა და გახადა ჰიბრიდიზირებული. ადგა და გაათახსირა და გადაუარა ყველანაირ ქართულს, ყველანაირ ეროვნულს, ყველანაირ სახელმწიფო აზროვნებას ქვეყანაში დაშალა ქვეყანა კლანებად და ახლა თქვენ რასაც ხედავთ, ეს არის კლანური ბრძოლა და კლანური ბრძოლიდან გამოწვეული მსხვერპლი. ეს არის და ეს. სხვა არაფერი არა. ამიტომ როდესაც მე მეუბნებიან ის მოვა,
ეს მოვა, ამას როგორ შეცვლით, იმას როგორ შეცვლით. ხალხო, ბიძინა ივანიშვილი კარგად აქვს ამათ შესწავლილი საერთოდ ქართული ფენომენი, იმიტომ რომ აქ საქართველოში გამოზრდილი ეს ადგილობრივი კოლონიზატორები ყავთ სამსახურში. სანამ მოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი, გახსოვთ რა ლეგენდები დადიოდა? ნუ თურმე როგორი ალალი ქართველია და როგორ უანგაროდ ეხმარება თურმე ამ იმას და თურმე როგორ გვერდში უდგას თურმე ეკლესიას, სარწმუნოებას, გაჭირვებულ ადამიანებს, ასე შემდეგ. კაც საერთოდ არ ქონდა პოლიტიკური კარიერა. ფული ქონდა. კი ბატონო. მაგრამ ფული პატარა კაციშვილსაც ქონდა. მაგრამ არ იყო პატარა კაციშვილის ფენომენი აქაური ქვეყნისთვის გათვლილი. ამიტომ როგორც კი დაიწყო პატარა კაციშვილმა თავის წამოწევა, ეგრევე ლიკვიდაცია გაუგეთეს. როგორც ქვეყნის შიგნით ახდენდნენ მათ ლიკვიდაციას, ისე ქვეყნის გარეთ ახდენდნენ. ამის ლიკვიდატორი არ მოინახა, რავი. პირიქით. ამან დაუპირისპირდა თურმე მიშას და აი ეს დამპალი სისტემა დაანგრია თურმე როგორი მაგარი კაცია, როგორი ბრძენი, ამის გარდა ვინ შეცვლიდა ამ ყველაფერს. ქალბატონო გიული საქართველოში ბავშვის შეჭმული ლუკმა უფრო ადარდებთ, ვიდრე ბიუჯეტის ქურდობა, ბიუჯეტს არ ითვლიან ქართველები. ამიტომ მიზანმიმართულად იყო ის გაკეთებული. და ეს ვინც უნდათ რომ წამოწიონ. აი ამისთვის ეს ლეგენდები ყველაფერი შექმნილი, აგერ რაღაცი მოსული. არ ცხენიათ. არაფერს არავის არ ცხენია. არავის არ ცხენია აქ ესეთი გრძნობები, რასაც ქვია სინდისი, ნამუსი, ზნეობა, მორალი, ეს არამატერიალური გრძნობები, სიყვარული, მსგავსი რაღაცები ამ სისტემაში გამორიცხულია. გამორიცხულია ეს. ამათ რისი უნდა ცხენოდეთ, ხალხი გუშინ მას იწერდა, რა ქვია, ჯვარს იწერდა ლამის ღარიბაშვილების ოჯახზე და დღეს პირველი მტრები გახდნენ, რომ დაიჭირეს. რისი ცხენიათ გახარიაზე ვინებს იჭრდნენ, მეორე დღეს გახარიას ლანძღვა დაუწყეს. ესენი ბიძინასაც ლანძღვას დაუწყებენ, სისტემა თუ ასე შეცვლის საჭიროდ. სადაა ხალხო ეს? დამთავრდა ეს? ეს ნორმალურ ადამიანს შეიძლება კონდეს ამაზე რეაქცია, მაგათ არა აქვს. ამიტომ არის ეს აგენტურა სპეციალურად შერჩეული და წამოწეული. თქვენ რო წაიკითხოთ უშიშროების მონაცემები, თვითონაც ხო ძალიან კარგად აკვირდებიან ამ ყველაფერს. და ხო ძალიან მე რატომ მივმართავ ამ უშიშროების აგენტურას? თვითონ არიან ამ სისტემის წევრები. და თვითონ სუსის თანამშრომლებს მივმართავ. თქვენზეც გაივლის. თქვენ ხო კარგად იცით, რომ თქვენზეც გადაწყდება ამ სისტემის ჯოქი. და თქვენ რო იცოდეს ეს ყველაფერი. როგორ ხდება? ერთადერთი რაშიცაა საქმე. გინდა სამღვდელოებაში, გინდა საეროში. ინტერესი. რა არის ინტერესი? სად არის ბიზნესი? ვის აქვს ფული? შემოსავალი რა აქვს? ძალაუფლება რა აქვს? პატრონი ვინ აქვს? აი სამი რაღაცა. ფული, ფარველი, თანამდებობა. აი ეს სამი მიმართულება. ყველაფერი ანგარებიანი. არ არსებობს აქ მსგავსი რაღაცეები. რაც შეეხება კალაძეს ახლა ხმების გავრცელება თუ დაუწყოს, უბრალოდ კალაძე ამათგან განსხვავებით ძველი პლანური მაფიის წარმომადგენელია, მამამისის თანამდებობით და კარგად იცის ვისთან უნდა მიიტანოს და ვისთან არ უნდა მიიტანოს. ამასაც არ დაიჭერდნენ. ამან თავისი მისატანი არ მიიტანა ეთყობა თავის დროზე და შეჭმული ქონდა. თორე ამასაც არ დაიჭერდნენ, ამასაც რომ მიეტანა თავის დროზე ყველაფერი, მაგრამ იქ ალბათ ერთმა ძმამ ჭამა, აქეთ მეორე ძმამ ჭამა. ხო და რაინაღლებათ. ამიტომ ეს სისტემა ერთ წამში დაკოქავს ადამიანებს, გამოგაცხადებენ პერსონა ნონ გრატად, ავიცი საზიზღარ ადამიანებად, დაიწყება ჩაყრა ჩატებში, დაიწყება ლეგენდების მოფიქრება, თუ რამეს მიაგნეს, რომ რაღაცა გაფუჭებული ან თუ მაგათად დაგებულ მახეში გაგაბეს სადმე, იქ იმ წუთში იმას შეგაცივდებიან. ასე ხდება ეს. თუ ვინმე ამ სისტემას დაუპირისპირდება, ჩათვალეთ იმას არის ცხოვრება ქვეყანაში. და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ბიძინას.
მაგათ თუ იქინდა რომ დაარტყა სადაც მტკივნეულია პირველ რიგში მაგათთვის მთავარი პრობლემა არის ფული. მაგათ თუ არ ექნებათ ფული და შემოსავალი უფულოდ არავინ არაფერს არ გააკეთებს. მაგრამ მეორე მთავარი კიდე ფულთან ერთად მეორე მთავარი ისა აქვთ რა ქვია არგუმენტი. კომპრომატი. არავინ იცის ვისი პირადი ცხოვრება რითი არის. ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა, ვის სექსუალური სისუსტეები გააჩნია, რომელიც საქართველოში ყოველთვის მუშაობდა და იმუშავებს მომავალშიც. ვინ ვისთან გასულა, ვინ ვისთან გამოსულა, ვინ ასე მოხდარა, ვინ ისე მოხდარა. ფული თუ არ იქნება, კეტი იქნება. ამიტომ ეს არის საქართველოში არსებული სისტემა, ეს არის საბჭოთა კგბ-ს ფუნდამენტზე აშენებული ჰიბრიდიზირებული სისტემა, რომელმაც ყველაფერი ცუდი დაიტოვა იქედან, ყველაფერი ცუდი დაუმატა შემდეგ დასავლეთის სპეცსამსახურებიდან და მიიღო ის რაც მიიღო. გოგი, მე არ ვამბობ, რომ ისინი ძლიერები არიან. არ არიან ძლიერები, პირიქით, ძალიან სუსტები არიან, უბრალოდ სისტემა იმდონეზე არის გარყვნილი და სისტემა იმდონეზე არის გადაგვარებული და სისტემას იმდენი ადამიანი ყავს კომპრომეტიზირებული. ჩემო ძმაო, უკვე აქ ადამიანებისთვის თავში ბერკეტის მორტყმა მარტივი საქმე არის. ახლა 100-ია საჭირო და იმიტომ. აბსოლუტურად ყველა მაგ ბიზნესში, რომელიც საქართველოში შემოდის და ფასების ამბავ, აბსოლუტურად ყველა აბსოლუტურად არის რანაცი ქოცი, ყველა არის აბსოლუტურად სუსტი თანამშრომელი. ყველა არანაირი ცად დაბა რომელიმე რაიმე ბიზნესი გააკეთოთ საქართველოში, რომელი ბიზნესიც მაგათ კონკურენციას გაუწევს, იქვე ამოგძირკვავენ. კონკურენტი კი არ ამოგძირკვავთ, სახელმწიფო ამოგძირკვავთ. მე ვიცი ეს. მე მყავდა მეგობარი, ყავს ახლა ღმერთმა გამომარჯვეს კაცო. რომელმაც ელემენტარულად ცადა ის, რომ პატარა ბიზნესი დაიწყო საქართველოში და რაღაც ეს თხევადი გაზის ზაპრავკის შიკი ასე რომ ვთქვათ, მანქანა სადგური მანქანა შემოიყვანა. ესე იგი ჯერ ხო სული ამოაძრეს 1000 რაღაცეები მოთხოვის ქუთაისში დააყენა ზეგამდარხით თან, იმიტომ იქ იყო კარგი ადგილი იყო რომ მოძრაობა სადაც იყო. იქ ასე უჩივლეს, იქ ისე უჩივლეს, ეს მოთხოვეს, ის მოთხოვეს, ეს მოთხოვეს, 1000 ბიუროკრატიული შეუქმნეს და ბოლოს უთხრეს ესეთი რაღაცა. მომიტანე საბუთი რომ მიწა რომელზეც მანქანა დგას გეოლოგიური დასკვნა, რომ ეს მიწა მაგ მანქანის დგომას იქ გაუძლებს. ამოვიდა კაცი ხელში ადგა და მიყიდა მაგათის და დანება თავი და შეშვა. საღარდა საქმე რაში იყო, იცი, გაზს მაგათგან ყიდულობდა. იმიტომ რომ ამ გაზის ამბავში კალაძე და ესენი არიან, ნარჩემაშვილები და ესენი არიან ჭარეულები. გადასახადს მაგათ უხდიდა. ფასი თითქმის იგივე ქონდა, რაც მის ირგვლივ 4-5 გაზის ზაპრავკა იყო. არა, იმასაც კი არ მიცეს საშუალება. აი, ასეთი ბიზნეს გარემო აქვს ამ ჩვენ სუსის იმას შექმნილი. რა ვქნა ქალბატონო, YouTube-ზე რო გავაკეთო ჩაწერები, მე აქ ვიღარ ჩავწერ და როდესაც სტუმრები მყავს მოწვეული და რაღაცა, მაშინ ვახდენ YouTube-ის გამოყენებას ორივე პლატფორმაზე ერთდროულად ვერ ვახერხებ. ყველაფერი მკვდარია საქართველოში. ასე რომ ახლა მომდევნო საერთოდ ერთი ის მახსენდება, რა ქვია, მიუზიკლი მახსენდება, ერთ-ერთი ჩიკაგო ქვია ასეთი. ძალიან საინტერესო ფილმი არის სხვათა შორის. კეტრინ ზეტა-ჯონსი თამაშობს. ჩემი სიმპათია მანდილოსანი და იმიდანაც უფრო დავმახსოვრდა, მაგრამ საინტერესო რა არის.
ქალაქი არის მკვლელობები ხდება ხშირად და განსაკუთრებით ქალები კლავენ კაცებს. ხო და შემდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს თვეების მანძილზე და მთელი ქალაქი ცხოვრობს ამ მკვლელობების იმათ რა ქვია ცხოვრებით. და ეს სცენარიდან ერთი მკვლელობა რო დამთავრდება ამით ცხოვრობს, მეორე მკვლელობა რო დამთავრდება მესამე და ნუ არის იქ ერთი ადვოკატიც არის, როგორც აკარიან ეშმაკის ადვოკატები და ეშმაკის ისინი. შეუქმნიან ასეთ იმას რა ქვია ლეგენდას ამ ქალებს თურის გამო მოკლა და აი მთელი ქალაქი ცხოვრობს ამ უბედურებით და ერთ-ერთი მთავარი გმირი რომელიც ქმარს მოკლავს მისი სასამართლო მიდის და აი მთელი ქალაქი სულ მოუთქმელად ელოდება იმას რომ როგორ დამთავრდება სასამართლო. ტყვანია თუ მართალია. ხო და უცებ გავარდება იარაღი ქუჩაში. და დაიცლება მთელი დარბაზი და მოსამართლე ადვოკატთან და პროკურორთან და დამნაშავესთან ერთად უდანაშაულობის განაჩენს გამოიდანს და ეს ეუბნება რომ გამართლდიო თავისუფალი ხარო ადვოკატიო მეტი რა გინდაო და რა თმინდოდაო მე ესეთი გამართლებაო ხალხი სად არისო ხალხიო ვინც ამ ჩემ პროცესს უყურებდაო და ხალხს შენ აღარ აინტერესებ ხარო გარეთ ახალი სისხლი დაიღვარაო და ახალი სისხლის სურნელი ტრიალებსო და ახალი სცენარი დაიწერება ამ ქალაქშიო და ახალი სცენარით გაგრძელდება ცხოვრება ზუსტად იდენტურად ერთ-ერთია საქართველოში ის დაიჭირეს იმის ცოლს ამდენი ქონდა იმას ამდენი ქონება ქონდა ამას ამდენი ის ქონდა ის მოკლეს იმან თავი მოიკლა დღითი დღე არანაირი ქვეყნის წინსვლა ამიტომ არა არც იქნება არასდროს ხო არიმჯი გოლდსაც გაუგრძელეს ლიცენზია და ტავჯორჯიასაც გაუგრძელეს ლიცენზია და ასე შემდეგ და ასე გაუგრძელებდნენ ახლა არიმჯი გოლდი ბიძინაევანიშვილის და ამათი ისა მისი რუსი პარტნიორების ფირმა არის რომელიც ოქროს ხაპავს ეგერ ქართულ ოქროს მიარბენიებს იმაში და იცით რა შეა საქმე ხანდახან შეიძლება ეს ყველაფერი გაგებული გქონდეს ადამიანს რომ აი ქვეყანაში ხალხს რა უნდა პური და სანახაობა მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში პური არა ხალხისთვის სანახაობა ბლომათა ვიდეო შემოხდა Facebook-ზე მის წინებზე აქ ჩამოსული ტოლვილი ადამიანი საფრანგეთში და აჩვენებდა მაცივარს გამოტენილი საჭმელებით ტოლვილს უცხოქვეყნის ტოლვილს მოქალაქეს აჭმევენ, ასმევენ, აცხოვრებენ, კურნალობენ და საქართველოს კიდე იქეთ ხრავენ, სვამენ, ჭამენ, მთელი ქვეყანა ჩაიდგეს მუცელში და ქართველი ადამიანი, რომელიც 1.400.000 დარჩა თუ 1.200.000 დარჩა საქართველოში ელემენტარულად არსებობის პირობებში არა რეგიონებზეც მუშაობენ და ყველგან მუშაობენ, აბა ახლა რეგიონს დატოვებს ვინმე? აი სასაულ კითხვებს მისვამ შენ შემოგევლე. ხო კარგად იცი შენ რომ მუშაობ. ყველგან მუშაობენ. კატასტროფა. აი სუსის ჩანაწერებში არის ესეთი მომენტი. არის. და ეს სისტემა რატო გეუბნებით არავის არ ინდობს. როდესაც კითხულობდი სიტუაციას ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მოსმენები მიდის, სუსის ოპერი უსმენს სუსის უფროსის მოადგილეს. სუსის უფროსის მოადგილეს უსმენს ოპერი. წარმოგიდგენიათ ხალხურ ადონეზე გარყვნილია სისტემა და მეორეს და მესამეს თავიანთ იმაში ეუბნება რა კრებსებში წერია უკაცრავად მანდილოსნებთან და სუსის ჩინოვნიკი ამბობს რომ თუ რა ყლე ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ ვიცი ჩემოძმაო არ მაინტერესებს, არც ირანი მაინტერესებს, ახლა არც საუდის არაბეთი და არც ის. ჩემ ქვეყანაზე ვლაპარაკობ და ჩვენი ქვეყნის უბედურებაზეა საუბარი.
ხოცი ვერ ნახავ ძმაო ჩაჯა იქ მე შენ არ ვიცი ემიგრაციაში თუ ხარ შენ შემოგევლე ეთყობა გიჭირდა და იმისთვის წამოდი თუ არა დალხინებისთვის რა წამოხვიდოდ ჩაჯა იქ მე ამ სისტემაში რა მე წილში მიყიდე ეშ მაქსული და არჩენ მოგიწევს ემიგრაციაში წასვლა არ მოგიწევს სულს თუ გაყიდი საქართველოში აი პრობლემა არა საქართველოში ტოტალური კონტროლია და საიდუმლო პოლიციას ეძახდნენ ადრე ძველად საფრანგეთში ამ ხალხს საიდუმლო პოლიციით გავსებულია ის გამგებელი იქნება იმის ჭორიკანა იქნება ამის ჭორიკანა იქნება ყველა სისტემის და აქ ახლა რამდენი სისტემის თანამშრომელი მწერს და მელაპარაკება იცი ზოგი ერთობა ამიტომ ყველაფერთან ერთად, აი რომ ვიძახით, რომ სიტყვაზე რაღაცა აქცია არის და ვთქვათ, ხალხი არ გამოდის. რატო არ გამოდის ხალხი? რატო არ იღებს ხალხი ხმას? ადრე ასე იყო, ადრე ისე იყო. ამათ ტოტალური კონტროლის საშუალებები ძალიან გააძლიერეს. თუ რაღაცა აქცია ეს არ არის ხელისუფლების ინტერესებში და ხელისუფლების მართული არა ეს აქცია, იმ წუთში წავა SMS-ები, დარეკვები, იქ არ წახვიდე, აქ არ წამოხვიდე, ასე არ გდაი, შენ იქ არაფერი გესაქმე. თუ მაგათ ინტერესებში არის ეს აქცია, როგორც პატრიოტთა ალიანსმა შეკრიბა 100,000 ადამიანი. თარხან მოურავმა და ირმა ინაშვილმა რო შეკრიბეს, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად იმ წუთში გაჩნდება. თუ ეს სისტემა ჩაირთვება. ამ ყიფე ქვეყნის ახლა რა არის იცი ლერი გიპასუხებ მაგ კითხვაზე ეს სისტემა არის ძირითადად შექმნილი და აწყობილი გარეძალების მხრიდან როგორც კითხარი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მერე ამერიკელებიდან და დასავლეთიდან დამატებული სისტემას თვითონ აქვს ერთადერთი ფუნქცია სტაბილიზაციის ფუნქცია რომ გარე ძალებს თუ ქვეყანაში არ ჭირდება არეულობა, ქვეყანაში არეულობა არ მოხდება. იმიტომ რომ ტოტალურად აკონტროლებს ყველაფერს. მაგრამ გარე ძალებს თუ ჭირდება ქვეყანაში არეულობა, და ამაზე თუ არიან გარე ძალები ყველა შეთანხმებული, 1 საათში მოხდება ყველანაირი არეულობა. 1 საათში. თუ კი გარე ძალების ნაწილს ჭირდება საქართველოში არეულობა, თქვენ ნახავთ იმას, რაც ხდებოდა რუსული კანონის შემთხვევაში და აი ეს რაღაც ახლა მაგრამ აი როგორ არის იცი ძირითად ძალას ჭირდება რაღაც ნაწილს არ ჭირდება და ამიტომ ხდება იმიტომ რომ მასების საკონტროლოთაა ეს სისტემა შექმნილი და ეს სისტემა კონკურენტებს ვერ იტანს აი ამათვის კონკურენტი იყო და არის დღესაც რჩება მართლმადიდებლური ეკლესია რომელსაც შეუძლია ამ სისტემას მაგრამ აი მართლმადიდებლური ეკლესია როგორი ისა რა ქვია დისკრედიტირებულია დღევანდელ პერიოდში ამიტომ ცოტა სხვა თვალით რო დაგანახათ ყველაფერი ხანდახან რომ მეუბნებიან მე რომ საიდან იცი, აქედან იცი, იქედან იცი. არაფერი აქედან ვიცი. ამათი სისტემა ვიცი უბრალოდ და აქედან ვიცი. და ნდობაა დაკარგული ადამიანებში. ახლა შემოწმო ნაცი თუ არა ხარ და ქუცი თუ არა ხარ საქართველოს შენი ადგილი არაა მაშინ წახვიდი საცხა და თავი გადაირჩინო შენ შემოგევლი აბა რა უნდა ქნა აქ იცით რამდენი მაგათ თანამშრომლები მინახია რომელიც დაღალა სისტემა და რომელიც კი სისტემით გამოიქცა საქართველოსდან აქაც არიან ამერიკაშიც არიან უამრავი იმიტომ რომ ადამიანი თუ ბუნებით არაა საბოლოო ჯამში მოწოდებული ამ ესეთი ბინძური სისტემის მსახურთა თუ თვითონ არა ხელფასზე მეტად მისწრაფება არა აქვს და мотиваცია არა აქვს ბინძურეში ყოფნის ის ადრე თუ გვიან ვერ გაუძლებს ამას და წავა ის
შვიდობა მოგცეს ღმერთმა ძმაო საითაც პირიქნა. იცით რამდენი მინახია უშიშროების თანამშრომელი? რამდენს მისი პირით მოუყოლია, რამდენს მისი პირით აღიარება გაუკეთებია, თუ რა ხდებოდა და რისი მონაწილე იყო? ხო, ხაზ ძირითადად საფრანგეთში ვარგი. ძირითადად საფრანგეთში. ხან გერმანიაში ვარ, ხან ბელგიაში ვარ, ხან ჰოლანდიაში ვარ. ერთ ადგილას დიდხანს აღჭერდები საერთოდ. აი ეგრე არის საქმე შემოგარგებო. ამიტომ მე გეუბნებით თქვენ მაგ სისტემის თანამშრომლებს. თქვენც ჩამოვდივარ ძმაო ლონდონში, ვერა მიექვსის აგენტი კი მიწოდეს, მაგრამ არა ვარ მიექვსის აგენტი და ლონდონში შენ შემოგევლე რო ჩამოვიდე ლამანში უნდა გადმოვცურო და გერჯერობით ვერა. ისე ბევრი ახლობელი მყავს და რო ჩამოვალ შეგიხმიანები ძმაო. ერთი კვირა გაიხარ. აი ეს ხდება რეალობაში ამას თუ გააცნობიერებთ რაც გესაუბრეთ და რაც გითხარით ძალიან მარტივი გახდება ყველა რეალობის აღქმა ყველა საწყისის მოძებნა და ძალიან მარტივი გახდება ყველაფერი. მე გეტყვით ერთ რაღაცას რა. აი ამ სისტემას სახელმწიფოს ეს სისტემა რო იყოს ქართველი ერის ინტერესებში, ქართველი ერის ინტერესების მსახური, მაშინ იტყოდი ერთს, რაც აუცილებელი არის ყველა სახელმწიფოს არსებობისთვის. დიახ, ეს საჭიროა, დავით აღმაშენებელმა პირველმა შექმნა სტოვართა ინსტიტუტი და დიახ საჭირო არის. ცოლ-ქმარი ერთმანეთში დაელაპარაკებდა, ისიც კი იცოდა სტოვართა ინსტიტუტმა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს სისტემა არ არის ქართველი ერის სამსახურში. ეს არის რეჟიმის სამსახურში. რომელ რეჟიმსაც ქართველი ერი და საქართველო ჭირდება კოლონიზაციისთვის. ამიტომ ხდება, რომ ეს სისტემა პირველი გავეშებული რასებისთვის ყველანაირ ეროვნულ ცნობიერებას და ყველანაირ ინდივიდს, რომელი ინდივიდიც იქნება ეროვნულ ფლანგზე. სხვა მათი ბრძოლის ობიექტი ნაკლებადაა. აი ეს არის ბუნებრივად გამოყვანილი გიბრიდული ეს რა ქვია სისხლი. და ამიტომ ვერ ხდება ეროვნული ცნობიერების წინ წაწევა. ამიტომ ვერ ხდება ეროვნული სახელმწიფოს შექმნა. ამიტომ ვერ ხერხდება ქვეყანაში ეროვნული ადამიანების შეკრება. და არის სულ ბრძოლა, სულ ერთმანეთზე გადაბრალება, სულ ის დამნაშავია, ეს დამნაშავია, ისა. რეალობა იყო მარტივად. 92 წელს, როდესაც ეს ზუსტად აი ამ სისტემამ უარყო ზვიადგამსახურდიას და ეროვნული მოძრაობა და ეს სისტემა დაუპირისპირდა თავისი მღვდლებით, თავისი ინტელიგენციით, თავისი ქუჩის წუპაკებით, რომლებიც შემოკრებილი იყო იოსელიანთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირში იყო ესეთი ადამიანი, მე ბურბულისი იყო გვარად, ისე ბაქოში იყო დაბადებული. და უცებ მოახერხა ის რაც დაუკვეთეს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. ძირითადად დამკვეთი დასავლეთი იყო, იმიტომ რომ დასავლეთი უკვეთავდა მაშინ სისტემას მოსკოვშიც საქმეებს და თბილისშიც საქმეებს. და უცებ გაანადგურეს ის ეროვნული სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფოც ჩანასახში იყო. ზვიადგამსახურდიას პირველი სამიზნე რა იყო? სპეცსამსახურები და უშიშროება, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ და რომლებიც ღალატში იყვნენ გადასული. აი ეს იყო ქართული უშიშროება არ უნდა შექმნილიყო.
და ზვიადგამსახურდიას გაუდგა უშიშროება, ზვიადგამსახურდიას გაუდგა მართლმადიდებლური ეკლესია ყანდურების თამადობით. მოხდა ის რაც მოხდა. და ის ხალხის დიდი განწყობა, რომელიც იყო ხალხში, დღემდე ითელება. მე დადგა ეს აწყობილი სისტემა ნაკურთხი საპატრიარქოდან და მიდის ახლა ასე და მერიხინებს. ამიტომ ამ სისტემას ადამიანი ვერ დაუპირისპირო და დაუპირისპირდები და რაც არ უნდა მაგარი იყო ადამიანი ერთი ადამიანი რაც არ უნდა მგელი იყო მაინც ერთი ადამიანი ხარ. და როდესაც რაიმე იქნება ახლა როდესაც მე ამას ვსაუბრობდი და ვიხსენებდი ამათ წოდვებს, ამათ ბინძურ მინისტრებს, ამათ ბინძურ რას მეუბნებოდნენ, ხო იცი, სისტემის ხალხი, რას მიწერდა კომენტარებში დაწერე. ზვიადგამსახურდიასაც ყველა მუღალატა. ბიძინასთვისაც ყველას უღალატები და ზვიადისთვისაც. ჩერტი ზვიადგამსახურდია გარგაულია ის გზა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაიარა. დროსა და სივრცეში რადიკალურად აცდენილი იყო, ის იყო ტრანსფორმაციის პერიოდი, გარდამავალი პერიოდი, ქვეყანაში 300,000 საბჭოთა ჯარი იდგა ჯერ კიდე, საკო იმაში იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მთლიანად თავიდან ბოლომდე უშიშროების კადრები იყო. კაგებესი. ბიძინა ივანიშვილივით ფულით არ მოსულა და ხალხი არ მოუსყიდია. ეროვნული ცნობიერებით მოვიდა და ხალხის ნდობა და სიყვარული ეროვნული ცნობიერებით მოიპოვა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, ლეგენდები შეიქმნა და მოიყვანა სისტემა. არაფერი შეხება არა აქვს ამას ზვიადგამსახურდიასთან. რა თქმა უნდა, სიტუაციურად როცა ჭირდებათ, მაშინ ბიძინასაც შეატარებენ. და ზვიაც ერთმანეთს, რომ აი, საწყალ ზვიაც ხო უღალატეს, ახლა ბიძინასაც ასე ღალატობენ, აი ესეთი ცუდები ვართ ქართველები, მე გეტყვიან ძმაო ასე. არ გინდათ ქალბატონო, მეც არ მინდოდა აქ ყოფნა, მაგრამ სისტემა მაიძულა რომ აქეთ ყოფილიყავი და მაგაშია საქმე, რომ სისტემას არ უნდა ქართველები იყვნენ საქართველოში და ამიტომ მუშაობს ეგ სისტემა ყველანაირად. ნუ რას არ უნდა შეადარონ, თუ ჩემი ძმა ხარ წმინდა ბიძინა არის წმინდა, არამატერიალური ქმნილებაა ბიძინა და ბიძინიჩები საერთოდ პირველი პატრიოტები არიან. ბიძინიჩები. ამათ რეალურად რომ შეხედო ესენი არის. ილია, ექვთიმე, მოისმე ჩემო ძმაო. და იმას ხო ხარ დათათუთაშხიას ნაღურები. გუშინ არქიფო იყო. დღეს აბელია. გუშინ ისე იყო საჭირო და დღეს ასია საჭირო. სახელებს რო იცვლის ხო ხედავ? ეგის რო იცვლის, გვარსაც რო იცვლის და სახელებს რო იცვლის ხო ხედავ? შედარების იმგენს რა ქვია, ხან ექვთიმე როა, ხან რა ვიცი, ხან ილია, ხან ზვიადია, ხან მერაბია, ხან ვინა, ხან თვითონ წმინდა ბიძინა. ხან თვითონ ინდივიდია, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა ისე როგორც არავინ არ შესულა. ზელენსკი და მიშა უშველის ამ ქვეყანას. ზვიადგამსახურდიას მაგარი არ ახსენებენ საერთოდ. კოცებს საერთოდ ძირითადში ზვიადგამსახურდია არ მოწონდა. როდესაც რაღაცა ეროვნულის თქმა უნდათ, კოცი ახსენებს მერაბ კოსტავას. მერაბ კოსტავაზე აკეთებს აქცენტს კოცი. ზვიადგამსახურდიას ხსენება არ შეიძლება. ზვიადგამსახურდება უნდა ლანძღოს. როგორც ლანძღავს ესა რა ქვია, ბიძინი. და რო უწუნებს მართვის ცოდნას და რო უწუნებს იმას, რა ქვია, მანერებს და განათლებას. ასე არა, კაცო, მარტო ქვეყანა გიყვარდესო. მართვა უნდა შეგეძლოს და შესაბამისი მანერები უნდა გქონდესო. ვინ ჩემი ფეხები არის თურმე კაცო. ბიძინია მთავარი კაცი. ასე საქმე. ხო, ახალი
ეგ ცალკე თემაა, შენ შემოგევლე ძმაო, ეგ ცალკე თემაა, ჭორების გამავრცელებელ სამსახურს, ცალკე ყავს ლეგენდების გამავრცელებელი სამსახური. აგერ გამოჩნდა ეს თქვენ ეთყობაო, თქვენ მე ჩამომწერეთო, ხო და ალბათ რა ვიცი, შეიძლება ჩემი ლაივი ნახა ბოლო დროს და გამოჩნდა ლელაკაკულია და თქვა მე არ ვარ ჯერ ჩამოსაწერიო. გამოჩნდა ახალი გიორგი ბრწყინვალეო. ზოგს ეს გახარია ეგონაო, მაგრამ არ არის ასეო. რას წერს ლელაკაკულია? ახალი გიორგი ბრწყინვალეა გამოჩენილი. ამ კონკურენტი ყავს, ამას იგი იძახის ცოდნე მოდისო. ეს ალგე მუშაობს. ბოლოჟამის პატრიარქობა. ხო გახსოვთ? იბერიის გაბრწყინება. ხო გახსოვთ ყველაფერი? გაბრწყინებულები ვართ მაგარი. ქართველებისთვის გია ბოლოჟამი ახსავსრული მოდის ქართველიების. ეს ძველია ბაბუ, ძველი, ამის ასე მარტივად ჩამოწერა არ შეიძლება. მიდი ლელა, მიდი, გონია ამ ბოლო დროს თურმე დროსაც ხედავს ხალხო. ადრე ხო დროს ვერ ხედავდა, მაგრამ რაც ასაკი მე ემატა, თურმე ახლა დროსაც ხედავს, როდის მოვა გიორგი ბრწყინვალე. დავით აღმაშენებელი არ უნდათ, გიორგი ბრწყინვალე უნდათ თურმე. ის გათვლილია. შემთხვევით კი არა. იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი იბრძოდა სისხლი და ამას და ეს უუმრად და ეგით რა ქვია, სიბრძნით და დიპლომატიით აერთიანებდა ქვეყანას. გიორგი ბრწყინვალე და ნაკლები წვალება და სისხლი დაჯდა. ამიტომ დავით აღმაშენებელი დიდი ბრძოლის და დიდი სისხლის თან მოღალატეების სასტიკ მიწასთან გასწორებას იმაშობა განა გიორგი ბრწყინვალე არ აკეთებდა, მაგრამ დავითი რო აკეთებდა ისეთი ფორმებით, აქამდე მოაღწევა დესპოტს უძახოდნენ. გიორგი ბრწყინვალემ დააბრუნა მისი სახელი, სიმართლე გითხრათ თუ არა 200 წელიწადი იმას უძახოდნენ, რა ქვია, დესპოტს. აი გიორგი მოდის ბრწყინვალე. ვაიმე, გიორგი მარგველაშვილია. ვაიმე, გიორგი გახარია, ეს პირდაღებული დებილი ხალხი. დებილი, ჩამოყალე რა ეთქვა. და გიორგი ბრწყინვალეს თუ ოდნავ რაღაც წაკითხია გიორგი ბრწყინვალეს და მარგველაშვილის შემოულაწუნეს რო წარმოიდგენდა, ან იმას, რა ქვია, გახარია, მაგარია, ბიჭო, მაგარი, გახარია სნაირი არავინ არა. აჯერებენ, აშტერებენ ამ ხალხს და ცოტნე, ახლა ცოტნე, იმიტომ ბიძინაშვილი ყავს ცოტნე და ახლა იგი უნდა გამეფდეს ამ ხოლმე. ერთო შენუშველია, დაავადებულ ხალხს. ამის თქმა მინდა და რა ვიცი, თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვს, დამიშვით თუ არა დაგემშვიდობებით. ხო, იგი ბრწყინვალე იყო და იგი გიორგი პლასტელინად დარჩა. შემოულაწუნე. პლასტელინის კაცი ვარ. კაცმა რაფერ უნდა თქვა მაგნაირი რაღაც. და ერთი რითაც შეიძლება სახელი ვერ დაამახსოვრო, მაგრამ ერთი იმნაირი ფრაზა თქვა, რომ ყველას დაამახსოვრა მდიდარი სექსუალური გამოცდილება. ამით არ შეგეშლებათ. და გიორგი ბრწყინვალეს ელოდებოდა ხალხი. გუგავამოვა. ის ყველაზე ჭკვიანი. ამიტომ როდესაც ამაზე ვლაპარაკობ, მე ძალიან კარგად იციან ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსებმა, რომ ეს სისტემა მუშაობს საქართველოში. თუ არ იციან, გუმანით მაინც ხვდებიან. უკრაინამ დანიშნა ახლა ელჩი შემოძმაო საქართველოში, იმიტომ რომ უკრაინის ბედი გადაწყვეტილი არის, რაფერი იქნება და რანაირად იქნება და გარკვეული არის ის, რომ კავკასიის აფეთქება არ მოხდება, იმიტომ რომ სისტემას არ აწყობს. კავკასიის აფეთქება და დანიშნა ელჩი და ეგენით შეიძლება წითელი ხალიჩით დახვდნენ უკრაინის ელჩს. ხო, თამოყარე ქვეყანა ელჩს კი არ მიიღებდა, საერთოდ დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტდა. და შენი ელჩი და შენი დედაც მოვტყანო, მომარტყამდა წიხს და გააგდებდა უგა. არ მაქვს მე ის ქვეყანა რომელიც მე აქ ბომბებს და ტერორისტებს და არეულობას და ამას და იმას მიგზავნის, მე მისი ელჩი არ მჭირდება ქვეყანაში, აი ქოც ვინ მიცა მაგის ტრაკი. აქ ყველაფერი შეიძლება შეირჩინა. ხო, მაგ უკრაინის ელჩის დანიშნვა მაგას ნიშნავს, რომ
აღარ იგეგმება საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება. და მაგის ნიშანი არის პირველი. და იქ საერთოდ უკრაინაში ბევრი ცვლილებები ხდება. გადაიარა მაგ სიტუაციამ და ღმერთმა დალოცო ბატონო ბიძინაო რომ იძახიან ომი არაო. ხო? მაგის მანიშნებელი არის. მაშინ ეს სიტუაცია იყო სისტემის ნაწილს სხვა ინსტრუქცია ჰქონდა მიღებული და მეორე სისტემის ნაწილს სხვა ინსტრუქცია ჰქონდა მიღებული. ესე იგი აღიარა უკრაინამ ლეგიტიმური ხელისუფლება და მადლობლები უნდა აბგდ შენ შემოგევლე არ იცი ჩემი აზრი არაბიზაციასთან დაკავშირებით? ეს დადგება იმედია. აი, დაგემშვიდობებით ახლა. კარგად ზანდებოდით.